რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. გადაცემის მიზანია გააგაცნოთ მუზეუმში დაცული საგანძური, უნიკალური ექსპონატები, რომელსაც ინახავს ჩვენი განცსაცავი. ასევე მოგიყვეთ ისტორიები იმ თანამშრომელთა შესახებ, რომელთა ღვაწლის შედეგად მრავალი ექსპონატი დღეს სწორედ შენარჩუნდა და ჩვენი მუზეუმის კოლექციაშია. კონკრეტულად კი დღევანდელი გადაცემის თემა იქნება ზუგდიდის დადიანების სასახლეების გზამკვლევი. ეს უნიკალური გამოცემა, რომელიც დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს მუზეუმის მაღაზიაში, არის უნიკალური. უნიკალური იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი მასშტაბური გამოცემა დადიანების მუზეუმის კოლექციების შესახებ ჯერჯერობით ერთადერთია. რა თქმა უნდა, გამოცემის მომზადებაში ჩართული იყო უამრავი ადამიანი. პირველ რიგში მინდა კატალოგის შემდგენელს და მთავარ რედაქტორს ბატონ გიორგი კალანდიას დიდი მადლობა გადაუხადო შესანიშნავი სამუშაოსათვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას, ვინც ამ გამოცემის მოსამზადებლად დრო დახარჯა, ენერგია, ფინანსური თუ ტექნიკური რესურსი გამოგვიყო. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას ამ შესანიშნავი გამოცემის დაფინანსებისათვის. მოგახსენებთ, რომ დადიანების სასახლეების გზამკვლევი სრულად დააფინანსა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ. მადლობა ასევე მინდა მოვახსენო მხარდაჭერისათვის კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ასევე ჩვენთვის საამაყოა, რომ გზამკვლევზე მუშაობისას დახმარებას გვიწევდა საქართველოს სამეფო აზიური საზოგადოება. ასევე გზამკვლევის შედგენაში ჩართული იყო მუზეუმელთა ალიანსი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა მოვახსენო მთლიანად ალიანსის წევრებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა გესაუბროთ მუზეუმში დაცული საგანძურის შესახებ, თითქმის ყოველ კვირა გადავწყვიტეთ, რომ გზამკვლევის ეგრეთ წოდებული აუდიო ვერსიაც მოვამზადოთ ამ გადაცემების დახმარებით. გზამკვლევის აუდიო ვერსიის პირველი ნაწილი გვექნება დღეს. ესე იგი, თქვენს წინაშეა კატალოგი გზამკვლევი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრესსა და უნიკალურ სიძველეთს აცავს ზუგდიდის დადიანების სასახლეების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმსა და მის კოლექციებს ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მუზეუმის შესახებ არაერთი პუბლიკაცია არსებობს, წინამდებარე გამოცემა მაინც უნიკალურია. კატალოგში ბევრი ექსპონატების შესახებ ვიზუალური თუ ტექსტუალური ინფორმაცია პირველად იბეჭდება. მკითხველს საშუალება ექნება გაეცნოს როგორც სასახლეების უძველეს ისტორიას, ისე სამუზეუმო კოლექციების ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლებს. კატალოგის სტრუქტურა მსგავსი სახით პირველად შედგა. მუზეუმის ისტორიისა და აქ თავმოყრილი ხელოვნების ნიმუშების გაცნობა შემდეგი პრინციპით შეიძლება. სასახლეების თავგადასავალი, დადიანები, არქეოლოგია, ლაპიდარიუმი, ოქროს ფონდი, ხელნაწერები, ბიბლიოთეკა, ეთნოგრაფია, ქსოვილი, ნუმიზმატიკა, გამოყენებითი ხელოვნება, იარაღი, ფერწერა, გრაფიკა, თანამედროვე მხატვრობა და მეჯლისი სასახლეებში. ამ ჩამონათვალის გაცნობაც კი საკმარისია იმისათვის, რომ წარმოიდგინოთ ჩვენი მუზეუმის უმდიდრესი ისტორია. ამდენად მკითხველს საოცარ სამყაროში მოგზაურობა ელის. ამასთანავე სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია მადლობა გადაუხადო მხარდაჭერისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ხელოვნების სასახლის და ზუგდიდის დადიანების სასახლეების პროფესიონალთა გუნდს. აქ ვიტყვი, რომ ჩამოთვლილ მიმართულებებზე იმუშავა მუზეუმის გუნდმა. მოგახსენებთ, რომ მუზეუმის არაერთი თანამშრომელი გახლავთ კატალოგის სარედაქციო კომისიის წევრი. დავიწყოთ. წიგნი იწყება დადიანების სასახლეების ისტორიით. იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი აქაურობამ გაოცებაში მოიყვანა. მოგვიანებით იგი დაწერს, სამეგრელოს მთავარს 50-ზე მეტი სასახლე აქვს, რომელთა შორის უმშვენიერესია ზუგდიდის სასახლე. იგი აგებულია საუცხოო ქვისაგან და შესანიშნავია, როგორც სივრცე, სიდიდით, ისე ფანჯრების, აივნების და ხატრობის სიმშვენიერით. სავარაუდოდ ლევან მეორე დადიანის დროს 1611-1657
27 წლები ჩაეყარა საფუძველი ზუგდიდის სასახლეს. იგი ყურადღებას არ აკლებდა თავის რეზიდენციას, განსაკუთრებით გაუმშვენიერებია და უქნია დიდშენი და პალატებიანი, ზღუდე გოდოლიანი. დიდი მთავრის სიკვდილის შემდეგ აქ ბინა მისმა მემკვიდრეებმა დაიდეს. ზუგდიდის სასახლე მთავარ რეზიდენციად აქციეს. მის კედლებში ცხოვრება უკვე მთელი გაქანებით ჩქეფდა. ზუგდიდის სალარო გააღეს, ანგარიში მიუხდომელი. ყველა გაეყო დადიანს, მისცა არ დაუცხრომელი. თვალმარგალიტი უფასო, რაც იყო მათი ყოველი. ნახე წყალობა ღვთისაგან, რისა შეიქმნა შოელი. მე-17 საუკუნის ავტორის პეშანგის ეს სიტყვები პოემიდან შაჰნავაზიანი კარგად მეტყველებს იმდროინდელი ზუგდიდის მნიშვნელობასა და სიმდიდრეზე. დიდ ველზე, რომელზეც ამჟამად არსებული არქიტექტურული ანსამბლია გაშენებული, ისტორიული წყაროებით ცნობით, მანამდე რამდენიმე სასახლე მდგარა. როგორც ჩანს, ყველა ძლიერი მთავარი აქ უყრიდა საფუძველს საკუთარ რეზიდენციას. ასე მოიქცა სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე 1882-1893 წლები, რომელმაც თავის მეუღლის დავით დადიანის 1813-1853 წლები სასახლეს ახალი ამჯობინა. დედოფალს დავითის დის პუპი დადიანის სასახლის თაღები მოეწონა, რომლის პირველ სართულზე ღვინის სარდაფი და პარკეტების დამამზადებელი ქარხანა იყო. პუპის გათხოვების შემდეგ დედოფალმა იმ დროის სახელგანთქმული ხუროთმოძღვარი 1851-12 წლებში ტიფლისში მეფის ნაცვლის კარის არქიტექტორი და სამოქალაქო კანცელარიის ხელმძღვანელი ედვინ იაკობიძე რაისი მოიწვია და შენობის განახლება დაავალა. რაისმა ძველი სახლი გააფართოვა. მარჯვედ გამოიყენა მისი თაღები. აზიურ და ქართულ ხუროთმოძღვრებას ხალასად მიუსადაგა ბაროკოსა და როკოკოს სტილი. ქართველების გარდა სასახლის მშენებლობაში უცხოელებიც მონაწილეობდნენ. იაკობ თათარი, ხასანას ხამუზ ოღლი და თეოდორე ბერძენი. შედეგი განსაცვიფრებელი აღმოჩნდა. ზუგდიდის მთავარ მოედანზე მანამდე არნახული სივრცისა და სინატიფის ქათქათა შენობა წამოიმართა. უცხოელი მოგზაურების მასალებიდან ცხადად ჩანს, რომ ზუგდიდის სასახლეს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებოდა. გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, რაც აქ გამართულ ელჩობებსა და შეხვედრებში გამოიხატებოდა. ძირითად დროს კი სასახლეში მთავარი და მისი ოჯახი ატარებდა. მე-18-მე-19 საუკუნეების მიჯნაზე დადიანებს უკვე ჰქონდათ სასახლე ქალაქის შუაგულში. დღევანდელი რეზიდენციის ტერიტორიაზე. ამისათვის მათ საგანგებოდ შეურჩევიათ ადგილი. ამ ტერიტორიაზე სასახლეების მშენებლობა სავარაუდოდ გრიგოლ დადიანის 1788-1804 წლები გარდაცვალების შემდეგ მოკლე პერიოდში უნდა დაწყებულიყო. სწორედ მაშინ, როცა ნინო დადიანს რუსეთის იმპერატორმა 2000 ჩერვონეცი გამოუგზავნა ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის ასაგებად. 1827 წელს დავით დადიანს აღნიშნულ ტერიტორიაზე დროებითი სასახლეების მშენებლობა დაუწყია. მთავარი რეზიდენციის აგებას იგი მომავალში გეგმავდა. ნამდვილი სამთავრო სასახლე მალე აშენებულა. ორსართულიანი და 28 ოთახიანი. შენობის შუა ნაწილი ქვისაგან შეუსრულებია და მასზე მოგვიანებით წაბლის ხის მასალის გამოყენებით დამატებით ოთახები მიუშენებიათ. რეზიდენციის მოსაწყობად დადიანს რუსეთის იმპერატორის თანხმობის შემდეგ ყულევის პორტით ბაჟ გადაუხდელად საზღვარ გარეთიდან 25,000 მანეთად შეფასებული ძვირფასი ავეჯი და ინვენტარი შემოუტანია. აღნიშნული ნაგებობა 1855 წელს ომარ ფაშამ დაიკავა და იქ ოსმალო ჯარისკაცებისათვის ლაზარეთი განალაგა. გრიგოლ ლევანიძე დადიანის ცხოვრების წლები 1814-1902 წარმატებული კონტრშეტევისა და ზუგდიდის დაბრუნების შემდეგ ისკანდერ ფაშამ გაქცევის წინ შენობა გადაწვა. ნაგებობა დიმიტრი ყიფიანმა აღადგინა და სამეგრელოს მმართველ ჭილაევს დაუთმო. თუმცა ცოტა ხანში სასახლე კვლავ ცეცხლმა გაანადგურა. შემდეგ აღარ აღუდგენია. დარჩენილი ქვის კედლები კი დაუნგრევიათ და ნიკო დადიანის სასახლის მშენებლობისათვის გამოუყენებიათ. დავით დადიანის გარდაცვალებისა და ომარ ფაშას ლაშქრობის შემდეგ რეზიდენციის ტერიტორიაზე ფართო სამშენებლო სამუშაო დედოფალმა ეკატერინე დადიანმა წამოიწყო. უფლისწულის იგივე მინგრელსკის სასახლე ნიკო დადიანისთვის მე-19 საუკუნის 80-იან წლებში აშენდა. მისი ავტორი გერმანელი არქიტექტორი ალბერტ ზალცმანია 1833-1857 წლები, რომლებმაც ტრადიციულ რუსულ ექსტერიერს ოსტატურად შეუხამა ქართული ინტერიერი და იმ დროისათვის სრულიად უჩვეულო
არქიტექტურული ნიმუში მიიღო. სასახლე განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია. აქ ძალიან ხშირად ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, სადაც თავს იყრიდნენ საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეები. მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე კი დადიანის რეზიდენცია ეროვნული კულტურის მთავარი კერა გახდა. რუსიფიკატორთა მცდელობა სამეგრელოში წირვა-ლოცვა მეგრულ ენაზე შემოიღოთ სწორედ ამ სასახლის მფლობელების და მათი თანამოაზრეების წყალობით ჩაიშალა. აქვე გაჩნდა იდეა დადიანების უნიკალური წიგნები, ხელნაწერები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკისათვის გადაეცათ. სამეგრელოს მთავრების მეოხებით სასახლემ სრულიად შეიძინა ყველა ის ფუნქცია, რომელიც მხარის მთავარ რეზიდენციას სჭირდებოდა. სასახლეში ცხოვრობდნენ და არა მხოლოდ მთავარი და დედოფალი, არამედ აქ ფუნქციონირებდა საქართველოში ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა, მუზეუმ-კაბინეტი, სამხედრო კანცელარია, ინახებოდა ხელოვნების ნიმუშები, არქეოლოგიური და პალეოგრაფიული ძეგლები, სამთავროს ჰერალდიკური ატრიბუტიკა, შტანდარტები და გერბები. ზუგდიდის არქიტექტურული ანსამბლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ბოტანიკური ბაღი იყო, რომელიც 1840 წელს გაშენდა და მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის საპარკო ხელოვნების კონკურსში პირველი ადგილი დაიმსახურა. დავით დადიანმა ბაღი მეუღლეს გაუშენა, რისთვისაც ტრიესტიდან საგანგებოდ მოიწვია განთქმული მებაღე ჯოზეფ ბაბინი. მასთან ერთად მუშაობდნენ იტალიელი ძმები გაეტანო და ჯოვანო ზამბერლეტები. ბაბინმა განსაზღვრა და დააზუსტა დეკორატიული ფართობი, მოაწყო სანერგე და ორანჟერეა. ბაღი ფრანგული სიმეტრიული სტილით და იტალიური განაშენიანების პრინციპით დაგეგმა. გააფორმა ყვავილნარები, გაზონები, შექმნა ხელოვნური პეიზაჟები. ბაღის გაშენებაში დედოფალი ეკატერინეც მონაწილეობდა. აქ ყველაფერი მისი მეთვალყურეობით კეთდებოდა. ეკატერინემ საჭირო თესლეული და ნერგები საფრანგეთიდან ვერსალის ბაღიდან გამოიწერა. 1856 წელს ხელოვნური პარკი ოსმალის სარდლის ომარ ფაშას ბრძანებით ისკანდერ ფაშამ აჩეხა, თუმცა ეკატერინეს ფარხმალი არ დაუყრია. ბაღი ნელ-ნელა აღადგინეს და ძველებური ხიბლი დაუბრუნეს. ზუგდიდის სასახლის ტერიტორიას დღემდე ამშვენებს ინდოეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან ჩამოტანილი ხეები. ზუგდიდის დედოფლისეული რეზიდენციის მთავარი ფასადი ტიუდორების სტილის თავისებური ინტერპრეტაცია, შიდა ეზო ქართულისა და ოსმალურის ნაზავია, სადაც ცენტრალური ადგილი ლაზურ აივანს უკავია. იგი მთლიანად ხისაა და შიდა ეზოში მთელ შენობას გარს აკრავს. აივანი 51 მასიურ ხის ბოძზე დგას და ისეა ნაკეთები, რომ არცად ლურსმანი არაა გამოყენებული. თითქმის ყველა დეტალი მოჩუქურთმებულია. მას უნიკალური ხის ჭერი ამშვენებს. აივნის მოზაიკურ გაფორმებაში დაახლოებით 50,000-მდე ხის პატარა ორნამენტია გამოყენებული. არქიტექტურულ ანსამბლს ასრულებს დასავლეთით მიშენებული სამსართულიანი მასიური ინგლისური ტიპის კოშკი, რომელიც სამალავად და საგანძურის გასახიზნად გამოიყენებოდა. ამიტომ კედლები აქ ყველაზე სქელი, ფანჯრები კი ყველაზე ვიწროა. გადმოცემის თანახმად დადიანები ამ კოშკში ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს განძს, მარიამ ღვთისმშობლის კვარც ინახავდნენ, რომლის ნახვა თავრის ნებართვის გარეშე არავის შეეძლო. კოშკისთვის ღვთისმშობლის პატივსაცემად ქალწულის კოშკი შეურქმევიათ. დიდი მადლობა, რომ გვისმენდით. დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ, ვინც ზუგდიდის დადიანების სასახლეების გზამკვლევის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო. მხარი დაუჭირა მას. აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ, რომ ახალი გამოცემა უკვე შესაძლებელია შეიძინოთ ჩვენი მუზეუმის მაღაზიაში. ასევე მოგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ეთერში ყოველ კვირეულად ვეცდებით შევქმნათ ამ უნიკალური გზამკვლევის აუდიო ვერსია. დღევანდელ გადაცემაში თქვენ მოისმინეთ გზამკვლევის შესავალი და პირველი თავი, რომელსაც ეწოდება დადიანების სასახლეების თავგადასავალი. დიდი მადლობა, რომ გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას? ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.